მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. გრძელდება ისევ პროევროპული საპროტესტო აქცია, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები ტრადიციულად აკრიბებიან. უკვე თითქმის 500 დღეა გრძელდება ეს პროტესტი. მოქალაქეები, რომლებიც გამოდიან აქციებზე, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, ამბობენ, რომ ისინი არ შეგუებიან ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და იმას, რომ ამ ქვეყანას ყავდეს პოლიტიკური პატიმრები, ამიტომაც უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება ეს პროტესტი. პირველი მოთხოვნა და უმთავრესი მოთხოვნა სწორედ არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, ასევე უცვლელი მოთხოვნა 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც დაიწყოს უწყვეტი პროტესტი, რომ უნდა ჩადარდეს ხელახლა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. თქვენ იცით, რომ ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში დაიწყო სწორედ მას შემდეგ, როცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების შესახებ. მან თქვა, რომ 2028 წლამდე არის განადებული ევროკავშირში გაწერიანების შესახებ მოთხოვნა და სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის, რომელიც ამ დრომდე ყოველდღიურ რეჟიმში, წვიმაში თუ თოვლში თუ ყინვაში ყოველთვის დგას ქუჩაში და ეს პროტესტი არის უწყვეტი. მოქალაქეები ამბობენ, რომ არ შეიძლება ეხლა გაჩერდე, არ შეიძლება იყოს შინ, მაშინ როცა ქვეყანას აქვს პირდაპირ საფრთხე თავისუფლების დაკარგვის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და როცა ქვეყანას ქართული ოცნების რეჟიმი ტოვებს დაუცველს აგრესორ რუსეთის პირისპირ პარტნიორების და მეგობრების გარეშე. ამიტომაც უცვლელი მოთხოვნებით და პროგრამში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გრძელდება ეს პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში. ისევ ამ საღამოსაც იკრიბებენ მოქალაქეები, ისევ უცვლელ ადგილას, ისევ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ნუ გავისაუბრებით დღეს პროევროპული აქციის მონაწილეებს ბათუმში, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესოა მათი შეფასებები როგორია. მოდი გია ბულაძით დავიწყებ. საღამოშიდობისა ბატონო გია, მინდა რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოგეთ გვაინტერესებს ბოლო დაკავებების შესახებ რა ფიქრობთ? თოსუსმა დააკავა რამდენიმე პირი, როგორც ხულოს მერიაში, ასევე ქობულეთში და ჩვენ ვხედავთ ძალიან ხშირად, ხო, ამ დაკავების სერიას, მათ შორის მაღალჩინოსნების, რიგითი საჯარო მოხელეების და ქართული ოცნების გზავნილია, რომ ის ებრძვის კორუფციას. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, თქვენ რას გვიყვართ? აი და ბათუმში რომ აიღოთ ამ ქუჩიდან და ახალ ბულვარამდე ჩახვიდეთ, უამრავ პროექტს ნახავთ, სადაც თქვენი მედიით, ფამედიებით, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის მხრიდან არაერთ პროექტზე ყოფილა ბრიფინგი, სადაც არსებობდა კითხვის ნიშნები და წლები გავიდა და ამაზე რეაგირება ჩვენ არ ვინახავს. უბრალოდ რაღაცა ჩემი აზრით რაღაც ქაოსში ჩაებრო ქვეყანა, საიდანაც ლოგიკა მე მგონია არც ვერავის ვერ გამოყავს ეს ხელისუფლებას და სხვა დანარჩენ საზოგადოებას, უბრალოდ რაღაც ქაოსში ვარ. ანუ არ არის ეს ლოგიკური, რომ აი ებრძვის ეხლა ოცნების ამჟამინდელი ხელისუფლება კორუფციას, უბრალოდ შეუძლებელია, როცა წლების განმავლობაში ამაზე იყო საუბარი და ადამიანები ამას ეგრეთ წოდებულად აპრავებდნენ, ხო და ეხლა რაღაცა ახსენდათ თურმე კორუფცია ყოფილა, ხო? ამაში ვერ ხედავს ვერავი ლოგიკას, ვერ თვითონ. pero შეეკითხოთ ქართული ოცნების ჩინოვნიკებსაც, ისინიც ამბობენ ალბათ, რომ რაღაც ქაოსია და ამის ნაწილია ეს ყველაფერი. ლოგიკა ვერავის ვერ გამოდის. მაინც რასთან შეიძლება გქონდეს საქმე, რა არის თქვენი ვერსია? ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში არის მასიური რეპრესიები, ერთადერთი მოკავშირე ამ შემთხვევაში დარჩა როგორც ჩანს შიში და ყველაფერი პირველ რიგში გარდა იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ფაქტიურად აი თუ მდგომარეობაში და კრიზისში არიან შეყვანილი, ხო? გარდა ამისა შიგნით, მუნდის შიგნით იქნება აქტიური შიში, რომ მათ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც დააკავეს მათ შორის, როგორ მარნეულში გულში. ეხლა ვისაც კითხულობ და ვის დააკავეს ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ ისე, რომ როგორც ჩანს მუნდის შიგნითაც ჭირს, ეხლა რაღაცა მასიური კონტროლის გახორციელება და მუნდის შიგნითაც ჭირდებათ მათ შიში შექმნა. ცხადია ეხლა კი კორუფციასთან ბრძოლა იქნება თავარი ამოცანა, ეს ქვეყნისთვის ცუდი არ არის და არ ამგონია, რომ იმეს უნდოდეს რომ ქვეყანაში არსებობდეს კორუფცია, ხო? ცხადია ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ადამიანებმა
ვინც საჯარო დაწესებულებებში მუშაობდნენ, თავიანთი პასუხისმგებლობა კარგად გაიაზრონ და მუშაობენ სწორად. თუმცა არსებობს ახლა მასთან აიღეთ ნაპირსამაგრის სამუშაოები, ხო? 1 კილომეტრი გააკეთეს. რამდენადაც მახსოვს 4 თუ 5 მილიონი იყო დახარჯული. 2 კილომეტრი ზუსტად იგივე მონაკვეთში გვერდით გაკეთდა და 50-60 მილიონზე მეტი დაიხარჯა ზუსტად იგივე სამუშაოებია შესული. ასეთი პროექტი არის ძალიან ბევრი. აი თქვენ ბათუმის ბულვარში რა ხდება ახლა? რა პროცესს უყურებთ ჩვენ, როცა ანგრევენ არაერთ ობიექტს? უკანონო იყო ეს კონკრეტული კაფე თუ რესტორანიო, ასევე ხამის კლუბიო და ახლა გუშინაც კი და თან ამას აღნიშნავს. თითოეულ შემთხვევაში საგანგებოდ ბათუმის ბულვარი, რომ აი ჩვენ ამას ვაწესრიგებთ ბულვარს და უკანონო ობიექტებისგან ვათავისუფლებთ ბულვარის ტერიტორიას. სიამოვნებაში რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? ბათუმის ბულვარს რაც შეეხება, არ ვიცი, აი ძალიან ბევრი აქცია გამართულა ბათუმში ამ ქაოტურ მშენებლობებთან დაკავშირებით და ბევრი უსახური შენობა იდგა და ამაზე წუხდნენ ბათუმელებს წლების განმავლობაში და ჩვენ ყველა, ხო? მაგრამ არ მოხდა რეაგირება. ეხლა რო თქვათ, რომ ამით რაღაცა ბულვარი ზიანდება პირიქით, ანუ ბულვარი უფრო უკეთესი ხდება. თუმცა ამავე დროს ამბობენ, რომ რაღაც გამოცხადება აუქციონები, სადაც ასევე გაჩნდება ბულვარში ახალი ობიექტები. აი ესაც ჩვენს კითხვას, ანუ ერთი მხრივ რაღაცას ანგრევენ და მეორე მხრივ ისევ ახალი თუ ვიღაცამ უნდა ააშენოს, მაშინ ამის დანგრევის შინაარსი რა არის, ხო? ამიტომ გაუკვეველია უბრალოდ. უკანონო იყო და ამიტომ ვახდენთ ამის დემონტაჟს. ხო, ანუ არავინ არ ამბობს, რომ უკანონო მშენებლობები არსებობდეს ბულვარში, ამას არავინ არ უჭერს ხარს. ხო, არც მე სხვათა შორის არ თქვენ, არავის არ მინდა რომ იყოს ბათუმის ბულვარი ბაზრად გადაქცეული, ხო ასე? მაგრამ არსებობს ამის საფრთხე, რომ შეიძლება უარესწორად მივიღოთ ბათუმის. ხო, ანუ ეხლა ამავე დროს აი თქვენ ნახავთ, რაღაც მე ყოველ შემთხვევაში წავიკითხე სადღაც სოციალურ ქსელებში, რომ აპირებენ აუქციონის გამოცხადებას. ეს რას ნიშნავს, რომ თუ ერთი დაანგრია იმ ადგილზე თუ ისევ ახალი აღმოცენდა და უბრალოდ შეიცვალა სახელგვარიან კომპანია, ამით არაფერი არ შეიცვალა. ჩემი აზრით აი ძალიან საინტერესო და სწორი მდგომა იქნებოდა, რომ ამოეღეს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა, რომელიც დაამტკიცეს და გახსოვთ საკრებულზე სერიოზული დებატები იყო ამაზე, რომ ბევრი მათ შორის ის ობიექტები, რომელიც არის აშენებული, ამ განაშენიანების გეგმაში მოხსენებული იყო როგორც შეუსაბამო ნაგებობა, მათ შორის აი მთელი არ ვიცი 4 სართულიანი და რომ მე მგონი 12-14 სართულიანად გადააკეთეს შენობა, ამასთან დაკავშირებით, რომელიც ამოვიდეს ამ განაშენიანების გეგმიდან ისევ ხელისუფლებამ როგორც შეუსაბამო ნაგებობა. და არ ვიცი, ამ კომპლექსური მიდგომა ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ განაშენიანების გეგმა შეიცვლება, დაზუსტება ზონები და ითქმება, რომ აქ ესეთი ბეტონის შენობები არ უნდა ჩაიდგას, მათ შორის ამბასადორის შენობა, რომლის წინააღმდეგიც იყო მთელი ქალაქი. დიდი მადლობა. ეს გიაბლაძე იყო პროევროპული აქციის მონაწილე. მოგესალმებით. მინდა რომ გაგესაუბროთ თქვენც არა? მადლობა. რას ვიგებთ პოლიციაზე, რომელიც დააკავეს ყაჩაღობის ბრალდებით? რას გვეტყვით ამ შემთხვევაზე? კაი, თქვენ მითხარით ჩემო. რას ფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე, რა ეტაპზე ვართ, როცა ქვეყანაში აკავებენ პოლიციას, ყავს ბრალდებული პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით. მან დააყაჩაღა, როგორც გამოძიების ვერსია, მაღაზიის კონსულტანტი საკანცელერიო დანით ემუქრებოდა და გაიტაცა თანყა. რას ნიშნავს ეს ამბავი თქვენთვის? იმას ნიშნავს, რომ კრიმინალები ყველგან არიან. განსაკუთრებით პოლიციაში. პოლიცია არ არის ჩემთვის, პოლიცია არის მილიცია. არის სტრუქტურა ერთეული, რომელსაც იყენებს მთავრობა ძალადობისთვის. და ანუ ყაჩაღობა კიდე არ მიკვირს, ანუ კვლელი პოლიციელები დადიან თავისუფლები არიან, ხო? ამის არქანა ჩადებული. ყაჩაღობა ანუ რაღაც ცოტა ისე ლაპარაკობ, ანუ რა თქმა უნდა, რომ შევადაროთ, თორე თქო უნდა მიუღებელი ასეთი ადამიანები, როგორ შეიძლება მუშაობდნენ და ვითო კანონს იცავდნენ, თითქოს და კანონს იცავდნენ და სამართალს იცავდნენ. ხალხს იცავდნენ, ანუ პოლიციის დობა საქართველოში უნდა იყოს ნული. მაგრამ ვიძიებთ თუ ამ შემთხვევაში ამას ამბობს პროკურატურა ეხა და დაკავებულები არიან თორე ახლა
ისიც ხოსრო საინტერესოა, რომ პროკურორმა ამ შემთხვევის შესახებ მას შემდეგ გავრცელა ინფორმაცია 24 თებერვლის ამბავია და გავრცელა ამბავი პროკურორამ გუშინ, მას შემდეგ, როცა მედიაში გაშუქდა ამ ამბის შესახებ, მედია მოგვიანებით გაიგო ამ ამბის შესახებ, რომ აი პოლიციელმა დააყაჩაღა ვიღაც მაღაზიაში. ჯერ ალბათ მოიკლიეს, ვისი რამე ნათესავი ნაცნობი ხო არ იყო იქ მიყვანილი ხო? არა, დაკავებული იყო, მანამდე იყო დაკავებული და მანამდე იყო დაპატიმრება შეფერდებული. ბუნებრივია, მაგრამ ანუ მე გაასაჯაროვეს რა. მე გაასაჯაროვეს ამბავი, მას შემდეგ რაც მედიაში გაჟღერდა ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ეს იგივე რაღაცა ის მახსენდება თითქოსთან საინფორმაციო გადაცემა რო გადის და პირდაპირ ეთერში უნდა იყოს და სინამდვილეში ჩაწერილი როა და წინასწარ და მონტაჟებული რუსეთში რო აკეთებდნენ ხოლმე საბჭოთა პერიოდში რო აკეთებდნენ რომ წინასწარ გამზადებდნენ ამ ყველაფერს და მე რო გაიგივდა შემოწმებას ალბათ მე რო უშვებდნენ ხო ესეთია წინასწარ ყველაფერი გადამოიკვლიეს გამოიძიეს და რო გააკვეს აუშლიდა მათ მოიცილეს უბრალო ის რაღაცა კრიმინალი რომელიც ამ თითიანი კრიმინალური იმის რა ქვია მაფიოზური სამყაროს ნაწილია თავის და სტრუქტურების. მადლობა, ეს ჯემალ კახიძე იყო, თქვენ მოსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგეხსენებთ, რომ ჩვენ ბათუმში ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქ იკრიბებიან ისო მოქალაქეები უცვლელ საპროტესტო აქციაზე, პროევროპული აქციები გრძელდება როგორც ბათუმში, ასევე თბილისში ამ წუთებში პარლამენტთან არიან შეკრებილი მოქალაქეები და მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მოქალაქეების პროტესტი და შეუვალება, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, მაშინ როცა ყავს ინდუსტრიის პარტნიორები ამ ქვეყანას. საღამომშვიდობისა, მინდა რომ გაგესაუბროთ, მოდი ბატონო თქვენ დავიწყოთ. რაც ფიქრობთ აი ამ ბოლო დაკავებებით, რაც ნახეთ ჩვენ გუშინ ქონდა დააკავეს მათ შორის ხულოს მერის მოხელეები და ვებრძვით კორუფციას, ხო, ანუ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სუსტისგან ამას ვისმენთ. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? სინამდვილეში აქამდე არ იყო პოლიტიკური ნება, ეხლა რაღაც შიდა გადაადგილებები აქვს, ცვლილებები აქვს და რაღაცა წვრილფეხობას ებრძვიან, რა ყველას დიდი კორუმპირებული, ყველა ხელისუფლების თაღლითი, აი საჯაროდ ცნობილი მთელი პასუხისმგებლობით ვანზორ ბოლქვაძე პარლამენტში ყავდა და იქ რაღაც მერის თანამშრომლებს წვრილმა დანაშაულეს. აი ხელვაჩაურიდან დაწყებული, ხულოში დამთავრებული ნებისმიერმა ადამიანმა იცის ანზორ ბოლქვაძის საქმიანობის შესახებ, მისი პერსონის შესახებ, საერთოდ მის შესახებ, რატომ არ აქვს რეაგირება. მაგრამ სიამბლეში აი რა მაინტერესებს, ისეთ აი როგორ ხდება მოცნების ხელისუფლების დროს, თქვენ წვრილფეხობა ახსენეთ, ხო? ანუ ყველა აკეთებს ფულს როგორ შეუულია, თქვა და მაგა მერიებში. ნახეთ, სახელმწიფოს პოლიტიკას და დამოკიდე. ეხლა ცვლილება, მოდი ვიქნებ გულწრფელი და რაღაცა პოზიტიურად ვუყურებ ამ მცდელობებს კორუფციასთან ბრძოლის. ანუ ეს არის მცდელობა კორუფციის წინააღმდეგ, თქვენ ასე არის მოცნებაში შიდა გადაადგილების შედეგად რაღაცა წესრიგის დამყარების მცდელობაა და იმ აღვირახსნილობას რაც იყო რეალურად ეს ასე საჯაროდ და პრაქტიკულად ამამდე მაჩვენა რომ კორუფციამ შეაღწია თითოეულ აი რიგითი ადამიანების დონემდე. აქ საუბარი არ არის შინო ჩვენ უნდა დავიცვათ დანაშაულობის პრეზუმპცია პირველ რიგში, ქვეყნის კონსტიტუცია, მაგრამ ეს ფაქტი აჩვენებს რომ რა დონეზე უკვე გასულია კორუფციის მასშტაბი, მათ არ ჭირდებათ ეს რაღაც ზებნა ეს ბეშუმი იხსენა, ძალიან მარტივად 2018 წლიდან დღემდე ნახონ Google Maps-ის რუკა და არ ჭირდება რუკის ნახვა 1000-ზე მეტი უკანონო მშენებლობა რომლის შესახებაც ინფორმაცია აქამდე ასაკეთებს რატომ ეგონათ თავის დროზე აი ამხანაგი რიჟვაძით დაწყებული რომ ჩემი პოლიტიკა ამასთან მიმართებაში იყო ხისტი და არ შეიძლება. ეხლა რა მცდელობა აქვს ქართულ ოცნებას რომ ამას დააჯერებს ადამიანებს რომ აი მე სებლოში ვებრძვი კორუფციას და წესრიგი უნდა დავამყარო ეხლა სისტემაში? აი ის ქაოსი რომლის შესახებაც აი ჩვენზე და ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს ქართულ ოცნებაში. აი რაღაცა მე მგონია რომ ეს ყველაფერი ყველა ზღვარს გადავიდა და ვიღაცებმა გადაწყვიტეს რომ რაღაც ეს ჩარჩოში მოაქციონ არ ვიცი რა გამოა და შეძლებენ თუ არა. მაგრამ მე ჩარჩოში მოგწევა რას გულისხმობს? არა თქვა მინისტრების და რაღაცა მაღალი რგოლების, მაღალი ешელონის მდგომი პირების პასუხისმგებლობას, არამედ წვრილფეხობის დასჯა. იყო ცუდი ადამიანები და გახდნენ კარგი ადამიანები, ეხლა თუ კი გუშინ ვიღაცას ყველაფრის უფლება ქონდა, დღეს ეუბნებიან რომ მოდით არა რა. აი ეს რაღაცა
გამოსწორებულობანას თამაშობენ თუ რაღაცა ანტიკორუფციულ პოლიტიკას. სინამდვილეში ხომ ამის სათავე არის ვიღაცებზე ანგარიშწორება და საბოლოო ჯამში ეს მიდის შიდა კლანურობებთან. აი ძალიან მარტივად, მაგრამ ეხლა ეს მცდელობა მიუხედავად ყველაფრისა, ამას მე პოზიტიურად ვუყურებ. არ შეიძლება ყველა ზღვარს გადადიოდა ეს ყველაფერი აი აუდიტის დასკვნის შესახებ იყო გამოქვეყნებული, რომ არის სერიოზული დარღვევები, იყო 7 ადამიანის დაკავება, იქამდე ანტიკორუფციულმა კიდე დააკავა. ანუ განგაშის ზარია შემოსაკრავი, ესე იგი რაღაც არ არის წესრიგში ძალიან რბილად რომ ვთქვა და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება, იმიტომ რომ მათი ხელისუფლების პირობებში მათ მიერ ჩატარებული ოპერაციით ეს არის ჯგუფური დაკავება. არ ვიცი, ყველანაირი მას სცილდება, საზღვრებს ეს ყველაფერი აკრონდა. დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ საზღვრება, მადლობა. მოდი მალხას ჭკარდოს მოусმინოთ. ბოდიში გაწყვეტეთ მალხას ვინ არ გაგესაუბროთ. თქვენთვის რას ნიშნავს, რას აჩვენებს ეს ბოლო დაკავებები გულგრილობის და თაღლითობის ბრალდები დააკავეს, ხო საჯარო მოხელები. რას აჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი? კორუფციას ვებრძვით თუ რაღაც ამ მთავარ გზავნილს აგრძელებს ისევ ქართული უცნობა. მე რას ვფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე? ძალიან წინააღმდეგობრივი ქმედება მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარე დამკვირვებლისთვის შეიძლება იყოს დანაშაულთან ბრძოლის კამპანიის ნაწილი. პირველი იმიტომ არის წინააღმდეგობრივი, რომ როდესაც მათ მიერვე გავრცელებულ კადრებში ჩანს საჯარო მოხელე, როგორ ეუბნება მარნეულში მოქალაქეს, რომელსაც თურმე ჩამწერი აქვს ჩართული, რომ შენ თუ $60,000 გადაიხდი, ეს მერის დონეზე წყდება და მერმა იცის და ყველაფერი მოგვარებადია, მაშინ მარტო ამ საჯარო მოხელეს რატომ დაუდგა თქვა პასუხისმგებლობის საკითხი, მაშინ როდესაც ის მერის სახელით ლაპარაკობს ფაქტიკულად და შეუძლებელია რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა იყოს მიღებული. ხო, მაშინ სად არის აღმასრულებელი რგოლის პირველი პირის პასუხისმგებლობა, ან თუნდაც სამსახურის უფროსის, ან მერის რომელიღაცა მოადგილის, თქვა თუ დავიჯერებთ, რომ ეს მხოლოდ ლოკალური ამბავია და თქვა არ მიდის თელ ვერტიკალთან მუნიციპალიტეტის. მეორე წინააღმდეგობრივი იმიტომ არის, რომ სწორედაც პირველი ჩემი არგუმენტიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ რაღაცა წორიულ საჯარო მოხელეს ან კატეგორიის სპეციალისტს აკავებენ, ქვეყანაში გვაქვს უზარმაზარი ელიტური კორუფციის მაგალითები და ეს უკავშირდება არა მხოლოდ მთავრობის წინა ადმინისტრაციას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, არამედ მოქმედ თანამდებობის პირებს. ჩვენ 51 მილიონერი ვყავს პარლამენტში და ყველა ეს მილიონერი დეპუტატი პრაქტიკულად საკუთარ ბიზნეს საქმიანობას ლობირებს, გარდა იმისა, რომ ჩართული არის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, რაც გამოიხატება როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის სრულ დევალვაციაში, ხო? და მესამე წინააღმდეგობრივი იმიტომაც არის, რომ როდესაც ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე და ელაპარაკება საზოგადოებას სუსი იქნება თუ ზოგადად მთავრობა რომ აი დამნაშავეების ბიჭეთა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხომ არ გვაქვს საქმე ზუსტად ასეთ შერჩევით სამართალთან, როდესაც მე თქვა რაღაცა 100%-დან დამპალი 100% დამპალი სისტემიდან რაღაცა 0.1%-ს ვამხელ და ამ დროს არაფერს ვლაპარაკობ უზარმაზარ სხვა დანაშაულებრივ სქემებზე, რომლებიც არსებობს ამ ქვეყანაში და სწორედ ამის შედეგია რაღაცა სრულიად ასე ვთქვათ ურბანული გენოციდი, რაც ხდება ბათუმში. ამის შედეგია თბილისის განადგურებული ინფრასტრუქტურა და ისეთი საბინაო პოლიტიკა, სადაც პრაქტიკულად ვაშენებთ კორპუსებს და ქალაქები ვაქციეთ თბილისი და ბათუმი ბეტონის ჯუნგლებად და ამ დროს არ არსებობს მწვანე საფარი, სადაც შეიძლება აქ მცხოვრებმა, აქ შესახლებულმა ადამიანებმა ასე ვთქვათ იცხოვრონ. ან როდემდე შეიძლება ვთქვათ მერის თბილისის მერის სამსახურებს და თბილისის მერის იურიდიულ ორგანიზაციებს უვლიდნენ და ვიღაცას იჭერდნენ და ამ დროს არ დგებოდეს უშუალოდ გადაწყვეტილების მიღები პირების თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ვისჯერა ქვეყანაში, რომ შეიძლება ვთქვათ მოიპარო საბავშვო ბაღების ასაშენებლად განკუთვნილი რაღაცა თანხები, ან მოიპარო რაღაცა იმგვარი ტიპის
რაღაცა საქონელი ან სადაც შესასრულებელია 100% სამუშაო შეასრულო მხოლოდ 70% და ეს დარჩეს მხოლოდ რაღაცა კომპანიის ან კომპანიის საშუალო რგოლის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ბოდიში ამ ჟარგონისთვის კრიშის პასუხისმგებლობის საკითხი. ხო, არ არსებობს ჩვენი სახელმწიფოს სამწუხაროდ შეუმდგარი პოლიტიკური სისტემის, არადემოკრატიული შეუმდგარი პოლიტიკური სისტემის კორუფცია, რომელიც არ არის სისტემა. რა შეიძლება იყოს რეალური განზრახვა? რეალური განზრახვა არის პირველი საზოგადოებრივი აზრზე მოქმედება, რომ აი ჩვენ ვაკავებთ, ვიჭერთ კორუფციას ვებრძვით და ჩვენი მიზანი არის კანონის უზენაესობა და ამ დროს ორი კუთხის დაჭერას ცდილობენ. ერთი რომ შიგნით გაიმხარონ ვერტიკალი და თქვან რომ ჩვენ გარეშე აი ამ კონკრეტული ადმინისტრაციის გარეშე ვერაფერს ვერ შეჭამთ, ვერაფერს ვერ მოიპარავთ და ამიტომ ახლა ყველას მოგიწევთ თანხები მოიტანოთ და მეორე საზოგადოების უფრო ფართო სპექტრს დააჯერო რომ ნამდვილად კანონის შესაბამისად მოქმედებენ და ცდილობენ რომ როგორღაც ააშენონ სამართლებრივი სახელმწიფო. ამ დროს შერჩევითი სამართალი არის ყოველ ნაბიჯზე, ამ დროს გვაქვს იმგვარი გადაწყვეტილების სასამართლოში, რომელიც უბრალოდ ვერ საბუთდება და ამ დროს მაგალითისთვის ვიძახი რა. ახლა კალაძის შტაბთან თქვენი კოლეგების პუბლიკადან და სხვა კოლეგების წინააღმდეგ მიმართული და განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკავებული პირები გირაოთი გამოუშვეს და პრაქტიკულად ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ტროტუარზე დგანან, იყენებენ ყველაზე მკაცრ დრაკონულ პოლიტიკას, რომ ჩასვან ციხეში ზოგიერთის მიმართ ტროტუარზე დგომის გამო აღზრდას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ შიდა აუდიტორიაზე ერთდროულად ნადირობენ ორი მიმართულებით და ნახოთ სანამდე ასე ვთქვათ გაუძლებთ მათ საკუთარი რესურსები და ეს ერთგვარად გატელევიზორებული დაჭერები და რაღაცა ჩანაწერები, რომლებიც ბლომად მოიპოვება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სუსის მოქმედ აქტიურ მარაგში, რომელიც აუცილებლად ალბათ როგორც საჭიროება დადგება, მიიღებს ასე ვთქვათ გარკვეულწილად სრულობა მიეცემა. თან ეს როდის ხდება? კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაისვას დროთა გარემოებას. სუსმა ჩაატარა ეს ბრიფინგი თუ გამოაქვეყნა ეს მასალები მაშინ, როდესაც თითქოს ტელეკომპანია იმედმა მიიღო ვიღაცისგან ფარული იმეილი, სადაც მოიპოვებს და თუ გამოაქვეყნეს ნაჩვენები იყო 2014 წელს ჩაწერილი ინტერვიუ ოპოზიციის ლიდერებთან და წარმომადგენლებთან, რომელსაც არავითარი ღირებულება არ აქვს. ხო, ანუ ყოველთვის, როდესაც ხდება ქართული ოცნების წარმომადგენელთან ან სამოხელეო დანაშაული დაკავებულ თანამდებობის პირთან მოხელეთა დაკავება, იმ დღეს აუცილებლად მოწინააღმდეგეთა ბანაკს ეხებიან ან ახალი გამოძიების დაწყებით, ან რაღაცა ისეთი ტიპის კომპრომატის გამოქვეყნებით, რომელმაც უნდა შექმნას საინფორმაციო ველში აუცილებლად შთაბეჭდილება, რომ რა გვინდა ხალხისგან ყველას ერჩიან არავის საკუთარ მომხრეებსაც და საკუთარ ასე ვთქვათ საჯარო მოხელეებსაც კი არის. ეს რატომ აწყობს თქვენი აზრით? იმიტომ რომ ხშირად მათი გადაწყვეტილებები მათსავე მხარდამჭერებისთვის არის გაუგებარი და სრულიად დამით აშინებენ მათსავე მხარდამჭერებს, შეიძლება ნებისმიერი დავიჭიროთ. ქმნიან იმიტაციას უფრო ფართო წრისთვის, იმიტომ რომ ქვეყანაში ხო გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც მათ მხარს არ უჭერს, ვიდრე ისინი, ვინც არიან სამოხელეო დანაშაულში ჩართულები ან თქვათ საჯარო სექტორს მიეკუთვნებიან, ხო სახელმწიფო მუნიციპალურ ავტონომიურ სექტორს მიეკუთვნებიან და დასაქმებულები არიან საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ როგორღაც საკუთარი მხარდამჭერების კონსოლიდაცია გააგრძელონ და ასევე იმოქმედონ უფრო ფართო აუდიტორიაზე, იმისთვის რომ შექმნან შთაბეჭდილება იმიტაცია, რომ კანონის უზენაესობასთან ახლოს არის. აი ეს არის ჩემი აზრით ერთადერთი მიზანი. თორემ მეწმუნეთ ბათუმის მაგალითზეც კი იმდენი უკანონო გადაწყვეტილებაა მიღებული მშენებლობებთან დაკავშირებით, გაცემულ ნებართვებთან დაკავშირებით. აი ხომ ზუარში ანგრევენ არაერთ შენობას, თემას უკეთებენ. დაუბრუნდეთ ზუარის თემას, აუცილებლად გიპასუხოთ მაგას, მაგრამ აი უბრალოდ ხელვაჩაურის მიმართულები ქედის გზაზე ვნახოთ, რამხელა გორები არის აზვინული
ინერტული მასალებისგან შემდგარი. ეს იმისთვის, რომ მერე გამოიყენონ დიდ პროექტებზე მშენებლობისთვის და პრაქტიკულად ვერავინ არ არსებობს სახელმწიფო სამსახური, რომელმაც შეძლოს აზომვა ან გარკვეული ექსპერტიზის დადება თუ რამდენი მეტი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოღებული დინარეების კალაპოტიდან ლიცენზიებში მითითებულ რაოდენობებთან შედარებით. გამორიცხულია ეს იმდენად დიდ ასე ვთქვათ ათეულ ათასობით ტონაზეა საუბარი, ხო? და ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ იგივე პოლიტიკა აზიანებს სწორედ ჩვენს ქალაქს. თუ ჩვენ მუდმივად ამოვიღეთ ინერტული მასალები მდინარეებიდან, ის მდინარე ვერ ჩამოიტანს ამ ინერტულ მასალას შავ ზღვაში და შესაბამისად მუდმივად დადგება ის პრობლემა, რაც დგას. მერე ისევ და ისევ მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოღებული სახელმწიფო შესყიდვებით უწევს ხან აჭარის მთავრობას, ხან მუნიციპალურ განვითარების საკმაოდ თანხებით ხდება ეს ყველაფერი. ათეულობით მილიონი ლარის გაამაგრონ ნაპირები. რომ როგორღაც გაამაგრონ, ანუ სად არის აქ ან თანმიმდევრულობა, ან კეთილგონიერება, ან რესურსების სწორად მოხმარება. ვიღაცეები ანუ ეთიდზე ჩამოსახლებული ადამიანები დღემდე დიდრდებიან ხალხის საკუთრების ხარჯზე, მაშინ როდესაც ჩვენ ხალხს მერე ხელმეორედ და ხელმესამედ და მე-1000-ად გვიწევს ერთსა და იმავე საქმეში, რა ქვია, გადასახადის გადახდა და ჩვენი ფულის ხარჯვა. ბულვარსაც შეეხება. კი ბატონო, ერთი შეხედვით სრულად ესეთი შეიძლება ითქვას თანმიმდევრული პროცესი მიმდინარეობს, რომ აი უკანონო მშენებლობებს ანგრევენ, მაგრამ აპატივით, მაგრამ ეს შენობები 14 წელიწადზე მეტია მან დგას. ზოგიერთი შეიძლება 10 წელია, ზოგიერთი 7 წელია, ხო? მხოლოდ ახლა აღმოაჩინა ქართული ოცნების ადმინისტრაციის პირობებში, მმართველობის პირობებში ბათუმის მერის ამა თუ იმ ადმინისტრაცია, ესა თუ ის ადმინისტრაცია სად იყო? მათ თვალწინ ხო ხდებოდა ეს ყველაფერი, თუ ეს ყველაფერი უკანონოა. და მეორე მომენტია, ყველაფერი რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, ხო, ანუ ვიღაცა რესტორანი რო ჩადგა უკანონოდ, კი ბატონო, მაგრამ ამბასადორი ბათუმის თემა გავიხსენოთ, რომელსაც 4 სართულიანი შენობა უნდა ეშენებინა და საბოლოო ჯამში დამთავრდა 20-ზე მეტი სართულით, ხო? თუ რამე ამახინჯებს ბათუმის ბულვარს, პირველ რიგში ეს არის მის ხეივნებს შორის, მეორე, მესამე ხეივანს შორის ჩადგმული უზარმაზარი სასტუმრო კომპლექსი. და მას არავინ არ ეხება. და ამავდროულად იგივე რიჟვაძეებთან დაკავშირებული, ანუ დავით რიჟვაძესთან დაკავშირებული მშენებლობა ბათუმის საბაგირო ხაზთან, ხო, სადაც აი პრაქტიკულად მიტაცებულია ზღვა და როგორ შეიძლება ეს სამშენებლო ნებართვა იყოს წელში გამართული სამართლებრივად და კანონიერი იყოს ნებართვა, რომელიც ითვალისწინებს ჯერ ერთი ამგვარი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მქონე შენობასთან მშენებლობას რესტორნის, რომელიც პრაქტიკულად დგას ზღვაში და საამისოდ შეექმნა ამ კომპანიას პრაქტიკულად სასათხოვრო პირობები, მუნიციპალური სამსახური იქ არ მინახავს და პრაქტიკულად განცხადებებიც კი ბათუმის საკრებულოში, რომ ვინმე დაინტერესებულა მაგ მშენებლობით, ანუ რამდენად კანონიერია. მეორე კიდევ ჩაყოლებაზე ვიქით ამ ხარეს, ხო არის კიდე რამდენიმე რესტორანია, ხო? ანუ ვიღაცები, ვისაც ასე ვთქვათ, არა აქვს დაალაგებული რაღაცა ტიპის ურთიერთობები, მათი შენობები იმღება და ვიღაცები მუდმივად რჩებიან ესეთ ხელშეუხებელ პოზიციაში. თუ ვთქვათ, ანუ შერჩევითი მიდგომები ჩანს ბათუმის ბულვარის ფუნქციას ვუბრუნებთ ბულვარს, კი ბატონო, მაგრამ მაშინ მოდით ყველას მისამართით გამოვიყენოთ ერთი და იგივე მიდგომა, რომ ჩვენ გარე დამკვირვებლებს და ადამიანებს, რომლებიც ვიხდით თანხას იმაში, რომ დიახაც ქალაქს ჰქონდეს რეკრეაციული ფუნქცია და ბათუმის ბულვარის მოვლა პატრონობა მინიმუმ 12 მილიონი ჩდება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, ჰქონდეს სრულყოფილად რეკრეაციული ზონა და არა ზონა, სადაც შეიძლება ვთქვათ ქვეითად მოსიარულეს თუ ველოსიპედით მიმავალ ადამიანს, ან სკროლზე მიმავალ ადამიანს რაღაცა შემთხვევა ინციდენტი შეემთხვეს, ვთქვათ, იმავე რესტორნებიდან გამოსულ ადამიანებთან. ანუ სრულიად გაუგებარია ეს მიდგომა და ამიტომაც აჩენს ამ შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას, რაც არ არის მხოლოდ შთაბეჭდილება, ეს არის რეალობა, ხო? და სამწუხაროდ ბათუმის საკრებულო, სადაც ძირითადად ქართული ოცნების უმრავლესობა დაკავებულია თავის ქნევით, აღმასრულებელი რგოლისთვის, არც ერთი
წევრი ქართული ოცნებიდან არ მეგულება, რომელიც დასვამს აბსოლუტურად ლოგიკურ კანონმდებლურ კითხვას. არ ცომენ ამ კითხვებს, ხო, ჩვენ ხედავთ ამ საკრებულოს სხდომაზე. არ არის კითხვების დასვა მათი. რომ არანაირი კრიტიკული კითხვა არ ჟღერდება ამ საკრებულოს საკუთარი სხდომაზე. პოზიციების აროგანტულად დაცვა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების შეურაცხყოფა და პრაქტიკულად რაღაცა ერთი სამთავრობო პარტიული ხაზის გატარება თავიანთ განცხადებებში, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია როგორც თვითმმართველობის პრინციპს, ან სუბსიდიარობის პრინციპს, რომლისგანაც გამომდინარეობს არ თვითმმართველობა, ან მოქალაქეებზე ზრუნვის პრინციპს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ხვდებით რატომ მაგალითად მე არ მომისმენია კითხვა, რა საჭიროებაა რომ ქალაქში ტოტალურად დაიყაროს ქვაფენილი და დაიხარჯოს 50 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც ბათუმის მუნიციპალიტეტს 7000 ადამიანის სოციალურად დაუცველის, მათ შორის ხანდაზმული მოქალაქეების ყובה დღეში მიჯდება ლარი და 20 თეთრზე ნაკლები, ხო? ანუ შეიძლება რაღაცა პირველ რიგში ვიფიქროთ ადამიანებს, რომლებსაც ჭირდებათ ხარდაჭერა და თანამოქალაქეების მიერ გაღებული გადასახადებიდან შეხვდეთ მათ ღირსეული ულუფა და მე ვიფიქროთ ამ მოკიწყმაზე, რომელიც რა ვიცი 10 წლებია თავისადმი საკეთებს და კიდე შეიძლება ამდენი ასე ვთქვათ გაძლოს და თან მეორე საკითხია რომ ახალ გაკეთებული პროექტების ხარისხი რომ ბათუმში ოდნავ საშუალოზე მეტი ნალექი როგორც კი მოვა პრაქტიკულად იმ ახალ გაკეთებულ ქუჩებზე გავლა შეუძლებელია. მდგომარეობას არის სავსე სანიაღვრე ჭები, ვერ მუშაობს ეს ყველაფერი და მარტივი საკითხია რომ კი მაგრამ რანაირად წყდება ეს როგორ კეთდება ეს პროექტი ან რატომ არ ხდება შესაბამისი კონტროლი ან თუ ხდება კონტროლი ესეც ხომ არ არის რაღაცა კორუფციული გარიგებები უკან რომ რანაირად შეიძლება გუშინ გაკეთებულ ასფალტის საფარზე დღესგებოდეს წყალი რაღაცა მცირე ნალექის მოსვლის დროს. ანუ უამრავი კითხვა რომელშიც არ არის ასე ვთქვათ პარტიული პოლიტიკური ხაზი. ჩვეულებრივი ხაზი უნდა ტარდებოდეს როგორც მოქალაქე, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების და საკუთარი ნორმალური ყოველდღიური რუტინის სანაცვლოდ იხდის რაღაც გადასახადებს და მას უნდა მიეწოდებოდეს ნორმალური სერვისი. ან რას გავს ქალაქის მაგალითად მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც უბრალოდ იჭერება ასეთ ამინდებში და ქალაქს აღარ ყოფნის ეს მუნიციპალური ავტობუსები და პრაქტიკულად ჩვენი ქალაქი ხდება კინაბეტონის რაღაცა ისეთი ტერიტორია, სადაც ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება ქვეითს და თქვენ წარმოვიდგინეთ ადამიანები, რომლებიც ეტლით გადააწყვეტებიან ან შვილებს ასეირნებენ ეტლში, რამდენი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, რომ მარტივად რაღაცა თქვათ, რომ თავდადებულის ქუჩიდან ან უფრო სიღრმედან თქვათ წავიდნენ ბულვარის მიმართულებით. ხო, ვისთვისაა მაშინ ეს ქალაქი თუ მანქანა და პარკირების სივრცის გარეშე აშენებული კორპუსებია მხოლოდ პრიორიტეტი. აი ეს კითხვებია, რომელსაც საკრებულო იქნება თუ უმაღლესი საბჭო იქნება თუ ნებისმიერი ორგანო ლეგიტიმაცია არა ლეგიტიმაციაზე არ მაქვს საუბარი, მარტივად კონტროლიან თავს ლეგიტიმურად დასვან მაშინის კითხვები, რომელიც ლეგიტიმურად არსებობს საზოგადოებაში და რასაკეთებენ, რომ ამ ქალაქის მზარდი მოსახლეობა უკეთესად ცხოვრობდეს, ბაღები არ ყოფნის და სკოლები 3 და 4 წელი ელოდებიან რემონტის დასრულებას და ბავშვებს უწევთ 2 წლაში სიარული მაშინ და ამით არც ის საბავშვო ბაღის მშენებლობა არ არის დაიღებული ბათუმში. სიარული ბავშვისთვის აუცილებელია რომ დღის პირველნახევარი ვარ შეისწავლოს, იმიტომ რომ ბავშვს სხვაგვარად განვითარება სჭირდება და მისი მენტალური და კოგნიტური უნარების განვითარებისთვის აუცილებელია მან დღის პირველნახევარში იაროს სკოლაში და მერე თავისუფალი დრო გამოიყენოს განვითარებისთვის. რადგან კიდე პირიქით ადამიანები მუდმივად ყოველდღიურ სტრესში ცხოვრობენ იმისთვის რომ შვილები ატარონ საჯარო სკოლებში. და ეს არ არის მხოლოდ იმის ბრალი, ასე ვთქვათ, რომ ბათუმში იზრდება მოსახლეობა. ეს არის ცუდი მენეჯმენტის და ცუდი მმართველობის ბრალი. მარტივად. რომ არის სკოლები, რომელიც უბრალოდ რამდენიმე წელია შენდება. და დღემდე არ არის დასრულებული. და როგორ შენდება ეს კიდევ ცალკე ამბავია, გინახავს ძალიან უამრავი მასალა მაქვს და აუდიტის უამრავი დასკვნა. რომ სადღაც არასწორი დაგეგმარება იყო, სადღაც არასწორად იყო გაკეთებული რაღაცა საკომუნიკაციო სისტემები. ეს ყველაფერი მიდის ძალიან ცუდ მმართველობამდე, ცუდ მმართველობას ყველანაირად გადაითარგმნება როგორც კორუფცია და ეხლა ხულოში დააკავებ რაღაცა საშუალო თუ დაბალი რანგის სპეციალისტ მარნეულში, ეს გავლენას ვერ ახდენს ამ ცუდ მმართველობაზე რა. გადაწყვეტილების მიმღებ პირებში გვაქვს პრობლემა და პოლიტიკაში, რომელიც არის დეჰუმანიზირებული.
და მორგებული რაღაც კრონის და ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რომ გამდიდრდნენ ჩვენს ხარჯზე. დიდი მადლობა, მესმალ ხაშკადუა იყო. თქვენ მოსუსმენთ ბათმანების პირდაპირ ეთერში ის არის პროევროპული აქციების საკუთარი მონაწილე და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი გრძელდება ისევ აქცია ბათუმში, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგანან მოქალაქეები, რომლებიც უკვე თითქმის 500 დღეა მართავენ ამ აქციას. შეგახსოვს ხალხმრავალი აქციებიც და ვიცით რომ ეს აქციები დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბერს, მაშინ როცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა პრაქტიკულად ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, მან შემდეგ მოქალაქეები დგან ქუჩაში და არაპირებენ შეწყვეტონ ეს პროტესტი, ვიდრე ამ ქვეყანას ყავს სინისის პატიმრები, რეჟიმის ტყვეები. ამიტომ ეს პროტესტი გრძელდება. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ საღამოს. მადლობა ყურადღებისთვის. ესწრებთ ჩვენს ინტერნეტ გვერდებს ბათუმელები.gi და netgazeti.gi რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის.